მოგესალმებით. სამიზნე ჩვენი არის ცნობიერება, ცნობიერება იძირება. ჯერ ამას დარტყმა ვერ მივაყენებთ ჩვენ. კომუნისტური ცნობიერება შეიცვალა ამ რელიგიური კომუნისტური რაღაცა ცრუს მადიდებლობით. ეს მეტაფიზიკური ათეიზმი, აი ეს ბოლოს მოგვიღებს. აი ეს არის ჩემი სამიზნე და რა თქმა უნდა ყველა გადავიკიდე, აი თითქმის ყველა გადავიკიდე რა. და არა უშავს ღმერთს არ გადავიკიდებ და ღმერთი არ გადამიკიდებს და რა მოხდა ახლა მოსახლეობა გადაიკიდო ახლა ვინ იყო ახლა მიღებული რო გადავხედოთ ისტორიას ვინ იყო აი რო დავიწყო რომელი ფილოსოფოსი ან ვის აქებდნენ როცა რაღაცა სააწვევი რა თქმა უნდა უდიდესი უმრავლესობა აგიჯანყდება მე ჭეშმარიტების კრიტერიუმად ხალხი კი არ გამოდგება არა სისულელი ეს დემოკრატია საქართველოს დემოკრატია უმრავლესობით რო აირჩიე ქოცები ახლა მე ჭეშმარიტება არის ჩვენ არ მუშაობთ. აი ამას აგინებდა თუ აკრიტიკებდა პლატონი რომ დემოკრატია ეს სისულელია მე გადადის ტირანიაში დიქტატურაში. ოხროკრატიას ეს მოყვება ამას ნელ-ნელა ოხროკრატია გადავა ბრბოთა ბატონობა და მე აუცილებლად კანონზომიერება დიქტატურა მოყვება მას. საქართველოს მაგზას გადის სულ. რა დემოკრატია მან და ხალხო არავინ არაფერი არ იცის. რა არის ესა თუ ძაღლი პატრონს ვერ აცნობს ხო? ქვეყანა არ გვენგრევა მაგრამ არ შენდება. ვერ გაიგებ რას ვაშენებთ. ხო ეკითხა რამდენჯერ დავსვი და ვერავისგან ვერ მოვისმინე რო ყავს პოლიტოლოგი რას აშენებთ რა ხო უნდა მითხრა აი ამერიკა გეტყვის რას აშენებს კანადა გეტყვის ვიცი წიგნებია მესმის ამათი მესმის ქართველების არ მესმის მე ვერაფერი ვერ გავიგე აი ოცნებებისა და რაღაცა სისულელეებისა რომ ამა პენსიას გავდივ ეს არ არის სახელმწიფო რაზე დგას საქართველოს სახელმწიფო გაუთავებელი რელიგიური დღესასწაული შეიძლება სულ გილოცავთ აღდგომას იძახის ათეისტი კაცი რა ეს რა რიტუალებია მე ვერ გავიგე რა არის ანდრეას წმინდა ანდრეას დღე რა არის აი რა არის აი ჩემ შვილს ანდრეა ქვია რა და აი რა მერე ომარას დღე არ არის გიორგის დღე არის ანდრეას დღე რა მერე რო ანდრეას დღე არის პავლეს დღე არის პეტრეს დღე არის რა არის ეს რო კომერცია სანთლების მეტი გაყიდვა? აი ან რას მილოცავ ანდრეა პირველ წოდებ რა მე იცი ვინ არის რა არის შენ ვინ ახარ? გადასარევი რა ქართველები გამოჭუկდნენ მაღალ დონეზე რა. აი რამდენი პრობლემებია ქართულ ცნობიერებაში და იმის მაგერად რომ ეს გაანალიზონ ქართული ცნობიერება ზიან და იმან რა ქვია თომას მანმა რა თქვა ჰაინრიხ ბიოხლინი რა თქვა აზროვნების საკითხში ბოდავენ რომ ქვეყანა არის ცნობიერება არის დაავადებული ხალხი ამ დაავადებას ყველანაირად ფარავს ეს რელიგია. კი არა ამ ხელს დაავადებას ირგებს და ქვეყანა როგორ გინდათ აშენდეს ისე რომ ცოტა სეკულარული კანონებით იმართებოდეს და არავინ არ დაიჩაგროს მათ. ოჯახებიც იყოს ნორმალური. ეხლა კი რა ხდება ვერ გაიგებთ სად კაპიტალიზმია, სად რაღაცა საძმაკაცოა. რას აშენებენ არავინ არ იცის. დაიბყრო ქვეყანა რაღაცა შიზოფრენია მისტიურ რელიგიური შიზოფრენიის მსხვერპლია ყველა გარეთ გადიან არაფერს არ სწავლობენ გარეთ გადიან იქიდან სიყვარულია სამშობლოსი გარეთ გაყრილი ხალხი ამხნევებენ მათ აქციებზე ახალგაზრდებს შენ გვერდზე ვდგევარ ბიჭო ამას რო გაიაზრებთ საგიჟეთია საქართველოს და სონთლად გადაობლებული და მიტოვებულია ქვეყანა სულ გადაგდებული ვართ მეზობლებთან წაკიდებული ვართ ყველა მეზობელთან ცუდი ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანი სასომხეთი ირანი რუსეთი ყველაზე გამწვევებული რუსებთან აგვაქვს სულ ახლოს ჩვენი ტერიტორიაზე აფხაზები და ოსები საერთოდ გადავიკიდეთ ოჯახები მტრულად არიან გაწყობილი როდის ამოფეთქავს ეს არავინ არ იცის და ვეპოტინებით სადღაც ოკეანის გადაღმა და უმტკიცებთ ამერიკელებს სიყვარულს და უმტკიცებთ ევროპას თურმე ოდითგანვე ევროპელები ვართ აი ესეთი ტრაგიკული ერი ვართ რა და მიზეზი ამისი ცნობიერება არის და ცნობიერებაზე უნდა იმუშაოს ინტელექტუალებმა რომ გადავაბარეთ ცნობიერება რელიგიას რელიგიისგან ცნობიერება უნდა გავათავისუფლოთ ხალხო აი ამ დამყარებული ნაციონალურ რელიგიისაგან როდის მიხვდება ამას ადამიანები რომ ეს ჯგუფი გაფართოვდეს რასაც მე ვიძახი და ამის კრიტიკა გარჩევა წავიდეს და არა ქვეყნის დაქცევა ჯერჯერობით ამას მე ვერ ხედავ და მთლიანობაში ცნობიერებაში რაღაცა დეფექტი გვაქვს და დეფექტის მიზეზებზე თუ არ ვიმუშავებთ ვერ გვიშველის ჩვენ ეს რა ქვია ევროპული ლიტერატურის კითხვა რა ამან ნაყოფი უნდა გამოიღოს კაცო და გამოიღოს პირველ რიგში ვინც გადამცემია პედაგოგი უნდა გახდეს ესეთი თუ პედაგოგი საბჭოთა გოიმი არის ის ევროპული მას მე როგორ მასწავლის ის კავკასიელია და მიყვება ზღაპარს აი ეს არის რა როგორ დავძლიოთ ეგას რომ ამაზე ვლაპარაკობ და ამის მიზეზი იცით ჩემი სალაპარაკო არც ლიტერატურა არც ფილოსოფია ეს ისე
მიმახვდომ რომ ეს ვისაც დაპყრობილი აქვს მართლმადიდებლობა და აქ კიდე ყველა ჩვენი მტერია რა აგერ მამიდან დაწყებული რა დონეზეა აყვანილი აი როგორც საბჭოთა კომუნისტური წყობაც ვერ ამოიღებდი ხმას კომუნისტებს იცი თუ არა დაგეცემოდა მეზობლები აი ბიჭების თვითმფრინავის ამაზე მთელი უბანი აუჯანყდა რა რომ სიტყვა სხვანაირი თქვი და აჯაგრებული იყვნენ რა არც არ არის მოსაკლავები არიან ჩემმა შვილმა ეგ რა ყველასგან ეს მოვისმენე გავგიჟდი მაშინა თქვი ეს რა სახე ეს რა ქვეყანაში ცხოვრობ მეთქი რა არ იცოდნენ და პროპაგანდის მსხვერპლი იყო ყველა ამ დროს ისევ ეს ტიპები ვინც იმას აგინებდნენ პარტბილეთები გადაყარეს კომპარტია ბოროტებაო და ამ დამპალმა კომპარტიის ბოროტებამ ის ბიჭები რომ მოკლა შენ ხომ კვერი დაუკარი ეხლა იძახი ბოროტებაო არა ქართულს ხო ტვინი არ აქვს რა არც სინდისი არ აქვს იმიტომ არის უღმერთო ქვეყანაა და იმიტომ იჯება ქვეყანა და ღმერთი კიდე თავისიანებს მოაგროვებს როგორ გავაგებინოთ ახლა ხალხს რომ მართლმადიდებლობა ეს ჭირი არის და ტრადიციული ჭირის გაფორმებული მეტაფიზიკური რელიგია როგორ გავაგებინოთ ეს როგორ რატომ არის ეს პატრიოტობის იმას რო ატარებს ქართლობის ვინ მოიგონა ეგა აი რა საჭიროა ეგა მე სახელმწიფო მინდა ავაშენოთ არა რელიგია პატრიოტული სახელმწიფო არის ეგა და წარმომიდგენი ახლა მოსამართლეები ვინ არიან რა ეგოიმი ტიპები რა ჩამოწყობია ვითომ აგარა გადამოწერა გადაწერა ის რაც ევროპაში გამსვლელი არის საქართველოს ცნობიერებაში გამსვლელია მე თუმცა ასეთი ყორო მართლმადიდებლობა რო არის მართლმადიდებლობა ყორო არ არის ვეღარ გავიგე იცი რას ვაშენებთ კლერიკალური არის სეკულარული არის რა არის ეს ტრადიციით მედის რა ესეა საჭირო და ყოველივე ამის მერე თქვენ გჯერათ რომ ჩვენთვის საკეთილდღეობთ რამე ხდება ხო ამიტომ დროს წინ უსწრებთ ჩვენ ის იმცირესობა ვინც მასეთი ხალხი არის მე არ ვლაპარაკობ ახლა სუბთად მორწმუნე ადამიანი მე ვლაპარაკობ იმ ადამიანზე ჰუმანიტარულზეც კი ჰუმანური ფილოსოფია რო აქვს საფუძვლად აი ისეც კი მაინც მართლმადიდებლებს ქეცოხრის რა ვერ გაემიჯნა იცი აი ილიას უნივერსიტეტი ბიჭო არაფერს არ აკეთებს რა ვერ ახედავ რა არის ცნობიერების მტერი აი ამის დომინაცია უნდა ჩაანაცვლო და ეს იყოს მაგრამ დომინანტი საერთოდ აღარ უნდა იყოს და უნდა იყოს რომ ეს არის გამოსათაყვანებელი რელიგია და წადე გამოთაყვანდი მაგრამ სახელმწიფოში ცხვირს რატო ყოფს და რატო იძახის რომ ამის გარეშე სახელმწიფო დაინგრევა მართლმადიდებლობამ გადაგვარჩინა და ამის მტერი მართლმადიდებლობას ემტერებიან მართლმადიდებლობას კი არ ვემტერები მართლმადიდებლობას რომ დაპყრობილი ყავს ადამიანი აი ის დამპყრობელს ვემტერებით და საცუდავი ხალხი ვინც მიხვდება ხო დისტანცირებას გააკეთებს მაგრამ ისინი ჩუმად არიან მაგათთვის რა არის ეგ აი ტვინი გადაუბრუნა ტვინი გადაუბრუნა სად არის ადამიანს არჩევანს არ უტოვებ რას ქვია ტვინი ვინმე ტვინი გადამიბრუნოს ახლა ეგ მეგობრობა ურთიერთობა და სიყვარული ტვინ გადაბრუნება მაშინ თელ ტვინი გადაუბრუნებია მართლმადიდებლობას არ არის ტვინ გადაბრუნებული ხალხი მართლმადიდებლობის გამო მღვდლები ტვინს არ უბრუნებენ აი ეს მიღებულია ეს ოფიციალურად თვლიან რომ ეს ყველა მიცის ყველაფერი და აგერ ადღესი არის სახელმწიფო მაგაზე არის სწორი ურთიერთობის საწინდარი არის ოჯახიდან თოლი მაგრამ მე დიდდება სახელმწიფო არის დიდი ოჯახი და გარკვეული ჯგუფი მართავს ამას არჩეული ხალხს აი ახლა მჭიდრო კავშირშია პიროვნება ოჯახი და სახელმწიფო ჩვენ ვართ ისე რა ოგოფოგო ქვეყანა ვართ მოკლე რა კარგი ძალიან დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისათვის აბა ხვალამდე დროებით